საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი. საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამ ტიპის ობიექტებში ყველაზე ხშირად ქათმის ხორცს, ნახევარფაბრიკატებს, ხილპოსტნეულს და თევზეულს ინახავენ. წლის პირველ 3 თვეში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების მომსახურება საშუალოდ 2 ლარით გაძვირდა, ხოლო დაგლული პირუტყვის რაოდენობა შემცირდა. ჯამში პირველ კვარტალში სასაკლაოებმა 14 მილიონ კილოგრამზე მეტი ხორცი აწარმოეს, რაც მცირედი წლიური კლებაა. 2025 წლის მარტის ბოლოსთვის საქართველოში არსებული რქოსანი პირუტყვის სულადობა თითქმის 5%-ით შემცირდა და არასრული 862,000 შეადგინა. ჯამში ფურკამეთში და ღორის სულადობა მკვეთრად იკლო, ხოლო ფრინველის სულადობა მკვეთრად იმატა და 8,5 მილიონი ფრთა შეადგინა. იანვარ-მარტში ქვეყანაში რძის და ხორცის წარმოებამ 3,4%-ით იკლო, ხოლო კვერცხის წარმოება არასრული 6,5%-ით გაიზარდა. სანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 108 მილიონი ლიტრი რძე, 17,500 ტონა ხორცი და 172 მილიონი კვერცხი აწარმოეს. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკაზე. ჩვენი გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. დღეიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი 2 მაგდება. კერძოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონი იცვლება, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი უწინარსებული 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე იზრდება. დღევანდელი მონაცემებით მიკროსაფინანსო ბაზარზე 29 ორგანიზაცია ოპერირებს, რომელთაც წლის პირველ კვარტალში 1,550 მილიონი ლარის პორტფელი დაუგროვდათ. ოფიციალური მონაცემებით პორტფელის უდიდესი წილი სალომბარდე სესხებზე მოდის, რომელიც ძირითადად ოქროთი და ოქროს ნაკეთობებით არის უზრუნველყოფილი. ამ კრედიტების ჟამური პორტფელი 1,117 მილიონი ლარია. როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, მისოებისთვის საკრედიტო ლიმიტის გაორმაგება სექტორს ზრდის შესაძლებლობას მისცემს. ამ მოსაზრებას იზიარებენ კერძო სექტორშიც, როგორც მიკროსაფინანსო ასოციაციაში ამბობენ, ლიმიტის 200,000 ლარამდე გაზრდით სექტორს საშუალება ექნება არსებული კლიენტების შეინარჩუნოს და თან 200 მილიონი ლარის დამატებითი პორტფელი შექმნას. შედის ძალაში ცვლილება, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სესხები გასცენ უკვე 200,000 ლარიან ლიმიტში, 100,000 ლარის ნაცვლად და ეს იქნება გარკვეულწილად ზუსტადაც რომ იმ ახალი სეგმენტის და პროდუქტების განვითარების შესაძლებლობა სეგმენტისთვის, რომელიც არის აკავშირებული უფრო ბიზნეს დაკრედიტებასთან და ეს გაზრდილი ზღვარში ოპერირება საშუალებას მისცემს სექტორს, რომ უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებულები ბიზნეს დაკრედიტებაზე და აი ეს მომხმარებლები სასწაულად უფრო აქტიურად მოიცვდა. მე ვიმედოვნებ, რომ ამ ზღვრის ზრდასთან ერთად სექტორს კიდევ ერთხელ უფრო მეტად ექნება შესაძლებლობა, რომ ის საჭიროებები, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს, მათი აპეტიტი ამ შემთხვევაში უფრო მაღალია ხოლმე სესხების ლიმიტის თვალსაზრისით, ვიდრე იგივე სალომბარდე დაკრედიტებაში. აი ამ სეგმენტის ასე ვთქვათ ათვისების შესაძლებლობა ექნება სექტორს. გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი იმართება, რომლის მიზანი ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს განხილვა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ღონისძიებაზე სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიის და ჯგუფის 180-ზე მეტი წარმომადგენელი დარეგისტრირდა, რომლებიც სამთავრობო დელეგაციასთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრებენ. მათ შორისაა ბიზნესის კეთების სიმარტივე, საგადასახადო გარემო და მაიკროეკონომიკური სტაბილურობა. ლონდონში მიმდინარე ფორუმის პარალელურად მთავრობის წარმომადგენლები საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდნენ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მარკეტინგისთვის ახალი კონტრაქტები გააფორმა. გამარტივებული შესყიდვის მიხედვით 2 მილიონ ევროთ შეფასებული კონტრაქტი კომპანია Aviarepsმა მიიღო, რომელიც ევროპაში ტურიზმის მარკეტინგის სერვისების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. ეს თანხა 4 მიმართულებაზე, მათ შორის გერმანიაზე, საფრანგეთზე, პოლონეთზე და სკანდინავიაზე გადანაწილდება, ხოლო კამპანიის ფარგლებში მნიშვნელოვან მიზნებად განისაზღვრა საქართველოს ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ტურისტული პოტენციალის გაშუქება და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხზე
მორგებული შინაარსის შექმნა და გავრცელება. მეორე კონტრაქტი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინურ ბეიჯინგში და იფენგთან გააფორმა, რომლის მოცულობა $1 მილიონი. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინური კომპანია ვალდებულია შექმნა სოციალური მედიის კამპანიები პლატფორმებზე, მათ შორის WeChat-ში, უზრუნველყოს ონლაინ და ოფლაინ კამპანიები, სავაჭრო გამოფენების საეჭვო ზარები, ვებინარები და ორგანიზოს სარეკლამო ვიზიტები და კონკრეტული პერიოდულობით წარმოადგინოს ამ ყველაფრის ანალიტიკა. ხელშეკრულების თანახმად საქართველოს შესახებ ჩინურ სოციალურ ქსელ WeChat-ში რეკლამების შემდეგი ქივორდებით განთავსდება: მოგზაურობა, ლაქშერი, სპორტი, ხელოვნება, შოპინგი, კულტურა, სპა და კვება. დაშბაშის იგივე წალკის კანიონი, რომელიც ბოლო წლებში ეკოტურიზმის მოყვარულებისათვის ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებად იქცა, წელს უკვე გაიხსნა. ბუნებრივი სილამაზის გარდა ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ახალი სასტუმრო, რომელშიც განთავსებულია როგორც სპა, აუზი და საუნები, ასევე შეხვედრების ოთახები, სამუშაო სივრცეები და რესტორანი. როგორც კანიონში არსებული ატრაქციონების მმართველი კომპანიის კასლენდის გენერალური დირექტორი ეკატერინე თორდია-ბემჯისთან ამბობს, ვიზიტორთა ნაკადი საგრძნობლადაა გაზრდილი, განსაკუთრებით აზიური სახელმწიფოებიდან. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საფრანგეთში ქართულ ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. პარალელურად იზრდება სახელმწიფოს და კერძო კომპანიების ჩართულობით დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები. ამჯერად სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინო საფრანგეთში გასტრონომიის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ბოლო წლებში საქართველოდან საფრანგეთში ღვინის ექსპორტი იკლებს. თუ ისტორიულად საფრანგეთში ექსპორტი მეტნაკლებად მდგრადად იზრდებოდა, 2022 წელს დაფიქსირებული მაქსიმუმის შემდეგ საექსპორტო შემოსავალი, ისევე როგორც გაყიდული ღვინის მოცულობა მკვეთრად იკლებს. 2022 წელს საქართველოს საფრანგეთში $1,200,000 ღირებულების 340 ტონა ღვინო გაყიდა, როცა შარშან ანალოგიურმა მაჩვენებელმა 82 ტონა და $509,000 შეადგინა. ეს დაახლოებით იმდენივე ღვინოა, რამდენიც საქართველოს საფრანგეთში 2018 წელს გაყიდა. აქვე ორი სიტყვა ვთქვა ზოგადად ღვინის ექსპორტზე, რომელიც გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. შარშან საქართველოსთან $276 მილიონი ღირებულების 95,000 ტონა ღვინო გავიდა. წლიურ ჭრილში ექსპორტი რაოდენობრივად 6%, თახობრივად კი 6,9%-ით გაიზარდა, როცა 5 წლიან პერიოდში ექსპორტმა $65 მილიონი იმატა. გასულ წელს ყველაზე დიდი ღირებულებით ქართული ღვინო რუსეთში, პოლონეთში, უკრაინაში, ყაზახეთში და ჩინეთში გაიყიდა. TBC-ის ბიზნეს დაჯილდოება, რომელიც ქვეყანაში 8 ჯერ გაიმართა, მიმდინარე წელსაც ბრუნდება. დაჯილდოება, რომლის მიზანი ბიზნესის კეთების პოპულარიზაცია და წარმატების ისტორიების გაზიარება, წელს გამარჯვებულებს 5 კატეგორიაში გამოავლენს. ესენია საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონში და საუკეთესო ფრილანსერი. წლევანდელ პრიზებს შორის ხვდებით როგორც ახალი ვებგვერდის დამზადებას, ასევე ბრენდინგს და საკომუნიკაციო მხარდაჭერას. Informa Connect აკადემიისა და The Crossroads-ის შორის რეგიონული მასშტაბის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საქართველოში მაღალი ხარისხის საერთაშორისო აღიარებული სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამები დაიწყო და მათზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება. მემორანდუმის ფარგლებში თბილისში ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე საინფორმაციო შეხვედრა და Informa აკადემიის გენერალური დირექტორის რობი ლეველინის ლექცია ჩატარდა, რომლის მთავარი თემა ციფრული ტრანსფორმაცია იყო. როგორც ქართულ კომპანია The Crossroads-ში ამბობენ, მნიშვნელოვანია სწავლება მორგებული იყოს რეგიონის მოთხოვნებს, ხოლო სწავლების პრაქტიკული ნაწილი სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. პროგრამის ფარგლებში პროგრამები საქართველოში და აზერბაიჯანში განხორციელდება. ქართული ავტობიზნესის მხარდასაჭერად და სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად კავკასიის ავტოიმპორტი ავტოდილერებს განახლებულ პირობებს თავაზობს და ტრანსპორტირების ტარიფებს ამცირებს. ფასები $150-დან $200-მდე შუალედში დაკორექტირდება, ხოლო ფასდაკლების მოცულობა თავად ჩამოსაყვანი ავტომობილის აუქციონზე დაფიქსირებულ ფასზე იქნება დამოკიდებული. როგორც კომპანიაში ამბობენ, გადაწყვეტილების მიზანი სწორედ ქართული ავტობიზნესის განვითარების ხელშეწყობაა, რადგან ამერიკიდან ავტომობილების ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებით დილერებს მეტი ფული დარჩებათ, რითაც შეუძლიათ შემდეგში მომავალი მეტი ავტომობილი ჩამოიყვანონ. ჰიდრორესურსებზე მომუშავე კომპანიების ნაწილი CFD-ის მესამე აუქციონის ჩატარებას შეცვლილი პირობებით ითხოვს. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მეორე აუქციონით დადგენილი ტარიფები არა მიმზიდველია და დარგ საინვესტიციოდ უინტერესოს ხდის, რასაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე შესული განაცხადების სიმცირე ადასტურებს. ასე ფიქრობენ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანია BMON-შიც. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა BMG-სთან ამბობს, 1 მეგავატზე გათვლილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა საშუალოდ $2 მილიონ-მდე გაძვირდა, როცა რამდენიმე
წლის წინ ფასი $1,200,000 ფარგლებში მერყეოდა. ბიზნესმენის შეფასებით დადგენილი ტარიფის პირობებში პროექტების განხორციელება შეუძლებელი ხდება. დეველოპერები უყურებენ ამ ციფრებს, ხვდებიან ამ ციფრის პრობლემას და შემდეგ უყურებენ, თქვათ, დადგენილ ტარიფს და ფიზიკურად მოდინებაზე ასე ვთქვათ, გაკეთებული ჰესების ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ შეუძლებელია ამ ტარიფით, ჩემი აზრით, მე რასაც ვისმენ, მუშაობა რაღაცა ჯგუფი ან პიროვნება იგებს რაღაცა ტენდერს, ამაში წარადგენს არარეალური ფასს შეთავაზების და შემდეგ ხდება ამის ფლობელი, მე მეორად ბაზარზე დარბის და ცდილობს ამ ფურცლის გაყიდვა, რომ აი მე პროექტი მაქვს მოგებული, ამა და ამ ფასად და იქაც პრობლემები აქვს. მეტი სიხისტეა ალბათ სახელმწიფოს მხრიდან საჭირო, რომ ის ინვესტორები, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რომ პროექტი რეალურად განახორციელონ და ტექნიკურადაც არ ესმით, თქვათ, რას ეჭიდებიან, არ იქნან დაშვებული ასეთ აუქციონებზე. ჩვენ იმას უნდა ვაცნობიერებდეთ ალბათ სახელმწიფოს მხრიდანაც, რომ ისეთი ტარიფი, რომელიც აი მსგავსი, ასე ვთქვათ, აქტორების მონაწილეობით დადგინდა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება, გადახედილი უნდა იყოს. გერმანული კერხერის ქართული წარმომადგენელი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კერხერის აქსესუარების წარმოების დაწყებას განიხილავს. როგორც კომპანიის მმართველმა დირექტორმა საქმიან დილაში განაცხადა, საკითხზე მოლაპარაკებები გერმანულ მხარესთან უკვე მიმდინარეობს. ქვეყანას აქვს საოცარი შესაძლებლობა, რომ უფასო სავაჭრო ზონები რომ გვაქვს, free trade ზონები, მე მისი პრეზენტაცია წარმოვდგინე პარალელურად და უთხარი რატომაც არა, რომ ქვეყანაში კერხერმა აწარმოოს თუნდაც ერთი აქსესუარი. თუ ეს ხდება რუმინეთში, ლატვიაში, ლიტვაში და ასე შემდეგ, რატომაც არა, რომ ვაკეთოთ საქმე საქართველოში. ასე რომ ყველაფერი შესაძლებელი არის, თუ მივუდგებით ეტაპობრივად და ვეცდებით, რომ პატარა ქართული საქმეც გავაკეთოთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ნამდვილად ჭირდება დამედასტურებთ, რომ ქვეყანას ჭირდება აი ასეთი კომპანიები, აი ასეთი ბრენდები და ასეთი მიდგომები და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ და შეგვიძლია საქმის კეთება ქვეყანაში. 18 მეტრიანი ავტობუსები, რომ შემოვიდა თბილისში, ყველა 18 მეტრიანი ავტობუსი გაირიცხება კერხერის დანადგარში. ეს უკვე ოფიციალურია. ეს დაკონტრაქტებულია და პროდუქტი ჩამოსული არის საქართველოში, ველოდებით უკვე მის ინსტალაციას. დღე-დღეზე დაიწყება. 5 აგრეგატი, რომელიც უკვე შეიძინა თბილისის ტრანსპორტის კომპანიამ და მადლობა მათ კონტრაქტორებს და ჩვენი დიდი გამარჯვება იყო ამ კუთხით, რომ გარღვევა მოხდება და 5 ერთად მდგომი ერთად ავტობუსი? აგრეგატი, რომელიც 5 ერთად მდგომი აგრეგატი სოფლიოში არსად არ არის. არის 3, 4, 2 ან 1. ქვეყანაში გაყიდული არის პირობითად გერმანიაში, მაგრამ 5 ერთად არ არის. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემაში ერჩია თელარა გელანტიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10-ის ნახევარზე დაიწყება. ნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. ქართული ოცნების ეკონომიკური გუნდი ლონდონში EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს და როუდ-შოუებს მართავს, ანუ ხვდებიან პოტენციურ ინვესტორებს. ვინ და რით შეიძლება დავაინტერესოთ ჩადოს ფული საქართველოში? რამდენად იმსახურებს ჩვენი ეკონომიკა რეპუტაციული საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და რა ტიპის ინვესტიციების და ინვესტორების მოზიდვაა ყველაზე რეალისტური? დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე ბიზნესმენი, ანალიტიკურ ცენტრ GeoCase-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ალავიძე წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და ვინაიდან პარასკევია უკვე გავლილი კვირა უნდა შევაჯამოთ, რომელიც ამ წუთების მონაცემების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ძალიან კარგი. ეს კვირა იყო ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, რომელიც საერთოდაც გვინახავს ბოლო პერიოდის განმავლობაში, რადგანაც ამ ეტაპზე უკვე ძირითადი ინდექსები ლამის 5%-იან საშუალო ზრდას აფიქსირებენ ამ მოკლე პერიოდში, რაც არის განპირობებული, რა თქმა უნდა, სავაჭრო ტარიფების შემსუბუქებით, მათ შორის ამერიკა-ჩინეთის გარიგებით და აგრეთვე პოზიტიური ძვრებით, განსაკუთრებით ტრამპის
ახლო აღმოსავლეთის ვოიაჟი იმდენად პოზიტიურად მიიღეს ინვესტორებმა, რომ რამდენიმე კომპანიის აქციების შეფასება მკვეთრადაც გაიზარდა ამ პერიოდის განმავლობაში, რადგანაც ტრამპმა არაერთი რამ დაანონსა და მათ შორის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა რამდენიმე ტრილიონის მოცულობის გარიგებები გააფორმეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შესაბამისად ეს ყველაფერი ინვესტორებმა მიიღეს პოზიტიურად. გუშინდელ სავაჭრო სესიაზეც 9% ზრდა იყო და ამ წუთებშიც როგორც ხედავ, მატება გვაქვს Wall-Street-ის საფონდო ბირჟაზე. კერძოდ S&P 500 შემთხვევაში ეს მატება არის ამ ეტაპზე 0.30%, Dow Jones-ის ინდექსთან ამ ეტაპზე ზრდა არის 0.37%, Nasdaq-ის შემთხვევაში კი ზრდის მაჩვენებელი არის +0.14%. საერთო ჯამში, როგორც ხედავთ, გვაქვს ძალზედ პოზიტიური განწყობა ინვესტორების მხრიდან. ევროპაშიც ასევე ძალიან კარგი დინამიკაა ბოლო პერიოდში 3%-იანი ზრდა გვაქვს საშუალოდ ერთ კვირაში, დღევანდელ სავაჭრო სესიაზე კი ვხედავთ +0.42%. აზიის რეგიონში იგივე ვითარება ნამდვილად არ არის, შანხაის ინდექსი არის კორექციის ფაზაში ამ ეტაპზე 0.40%-ით შემცირებული, როგორც ხედავთ, შანხაის ინდექსის შეფასება, ნიკეის ინდექსი კი საერთოდაც უბრალოდ მთელი დღის განმავლობაში არ შეცვლა. აქვე უნდა ვისაუბროთ რა თქმა უნდა ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ამ ეტაპზე გვაქვს მატება 1.9%-იანი, გაძვირებული არის ანუ ნავთობი, ბრენტის ფასი, როგორც ხედავთ, უკვე $65.9 აღწევს, WTI-ის ფასი კი $62.9 ფარგლებშია. ბუნებრივ არის დიდად ცვლილებები არ ჰქონია მიმდინარე კვირას, ის ისევ და ისევ $35. ივაჭრება რუსულ ნავთობს, რაც შეეხება, ის 3%-ით გაიაფთა და $57.9 არის დაახლოებით ურალი. ხელმისაწვდომი ასევე კლება იყო ოქროსთან მიმართებითაც 1.9%-იანი ერთდღიან ჭრილში, ერთ კვირაში კი -4% და ამჟამად უნცია მეტალის ფასი შეადგენს, როგორც ხედავთ, $385. ამ კლების მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ საერთო ჯამში ერთ წლიან პერიოდში ოქროს მაინც ძალიან პოზიტიური შედეგი აქვს და ეს არის +22%. კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა ვთქვათ, აქვე ორი სიტყვა, რომელიც მცირედ კორექციას განიცდის და ამჟამად ბაზრის საერთო შეფასება, როგორც ხედავთ, შეადგენს $3.450 მილიარდ. ბიტკოინის ფასი არის ამჟამად $104,000 ფარგლებში, ეთერიუმი დაახლოებით $2,600 ივაჭრება. საერთო ჯამში პოზიტიური დინამიკა გვაქვს ეთერიუმთან, მაგალითად ეს არის +12%. კაპიტალიზაცია კი ამ ყველაფრის ფონზე ეთერიუმის არის $311 მილიარდი, ბიტკოინის შემთხვევაში კი ეს არის $2 ტრილიონი. აქვე უნდა ვისაუბროთ რა თქმა უნდა ქართულ კომპანიებზეც, რომლებიც არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილნი. დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც გუშინ ძალიან მკვეთრი კორექცია ჰქონდა, თუმცა დღეს უკვე ვითარება არის გამოსწორებული და გვაქვს ზრდა 3%-ის ფარგლებში. TBC-საც დღეს აქვს დადებითი შედეგი და ეს არის სამ შემთხვევაში დაახლოებით 2%-იანი ზრდა, თუმცა აქაც გასათვალისწინებელია, რომ კვარტალურ შედეგების გასაჯეროების ფონზე TBC შეფასებაც საკმაოდ მკვეთრად დაეცა, რადგანაც ინვესტორებს როგორც ჩანს სამომავლო პროგნოზები დიდად არ მოეწონათ. აქვე რადგანაც ვსაუბრობთ ჩვენს ქართულ კომპანიებზე, მლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ ორი სიტყვა, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარჯ ფონდი, რომლის საშუალებას გაზრდებთ თანხა განათების უთმონში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომელსაც სულობად წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 8.93%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%-ს. ეს არის წლიური ამარაგები, რომელიც თქვენ გაიწყებათ ყოველდღიურ ფორმატში მიღებული თანხის გატანა, მის მოცულობის გაზრდა ან შემცირება კი თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდების გარეშე. Foresight Investment Group კი მოგახსენებათ ეროვნული ბანკის მერეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, ესეთი ვითარება გვაქვს ჩემს წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. დღეს პარასკევია და საქმიან საღამოში ჩვენი ეროვნული ვალუტის ქართული ლარის გაცვლითი კურსის ბოლო ერთი კვირის დინამიკას შემოგთავაზებთ. მიმდინარე სამუშაო კვირაში, რომელიც 12 მაისს დაიწყო და დღეს ანუ 16 მაისს დასრულდა, ქართული ლარი ფაქტობრივად ყველა ვალუტასთან გამყარდა. ამერიკულ დოლართან და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გამყარებამ ერთ თეთრზე ნაკლები შეადგინა, როცა ევროსთან ლარი ერთბაშად 3.26 თეთრით გამყარდა. თურქულ ლირასთან კურსი ფაქტობრივად უმოძრავ იყო, როცა სომხურ დრამთან ლარმა მკვეთრი, კერძოდ თითქმის 5 თეთრიანი კლება ანუ გაუფასურება დააფიქსირა. რეგიონული ვალუტების ჭრილში ლარმა დადებითი შედეგი დააფიქსირა აზერბაიჯანულ მანატთან, ხოლო უკრაინულ გრივნასთან კურსი ფაქტობრივად იყო უმოძრავ. კვირის ჭრილში საინტერესო შედეგი დადგა აზიურ ვალუტებთანაც, იაპონურ იანთან ლარი 1.35 თეთრით გამყარდა, როცა ჩინურ იუანთან ფაქტობრივად ანალოგიურად გაუფასურდა.
დღევანდელ საქმიან საღამოში ბევრს ვისაუბრებთ სოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასრულებს საკუთარ ვოიაჟს ახლო აღმოსავლეთში. მან მოინახულა სამი ქვეყანა, ესენია საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. დღეს საქმიან საღამოში მიმოვიხილავთ როგორც ვიზიტის შედეგებს, ასევე იმ გარიგებებს, რომლებიც დონალდ ტრამპმა და შესაბამისად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზემოხსენებულ სამ ქვეყანასთან გააფორმა. დღეს ასევე მოგიყვებით თუ რა მოხდა მსოფლიოში, რადგანაც მიმდინარე კვირა ძალიან დატვირთული იყო ამ მიმართულებით, ასევე გაგაცნობთ კორპორაციულ სექტორში დაგროვილ სიახლეებს, რადგანაც ამ კუთხითაც ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იყო და ასევე ორივე სიტყვას გეტყვით იმის შესახებაც თუ რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას. აი სწორედ შეჯამებით ვაგრძელებთ დღევანდელ საქმიან საღამოს, რათა მოგიყვეთ თუ რა ხდება ქართულ ეკონომიკაში. მაისის მეორე სამუშაო კვირა საკმაოდ დატვირთული იყო როგორც ეკონომიკური, ასევე ბიზნეს სიახლეებით. დღეს პარასკევია და საქმიან საღამოში კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ სიახლეებს BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილესთან შოთა ტყეშელაშვილთან მიმოვიხილავთ. შოთა, საღამოშტობის დიდი მადლობა შენი დროისთვის. ერთ-ერთი საინტერესო სტატისტიკა გავრცელდა მიმდინარე კვირაში, უკავშირდება იმპორტ-ექსპორტის ექსპრეს მონაცემებს. ჯერჯერობით ბევრი და ჩაშლილად არ ვიცით არაფერი, მაგრამ ძირითადად ტენდენციები არის გამოკვეთილი. მოგვიყევი რა ჩანს რიცხვებში. დიახ, საკმაოდ საინტერესო რიცხვი გამოქვეყნდა საქართველოს ექსპორტის აპრილის მდგომარეობით. 617 მილიონი დოლარის ექსპორტი დაფიქსირდა გასული თვის განმავლობაში, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელი არის და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 51%-ით მეტია. პარალელურად შემცირდა იმპორტის მოცულობა, რაც მილიარდ 400 მილიონ დოლარს შეადგენდა, ეს წლიურ ჭრილში 4%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება მთლიანად მიმდინარე წლის 4 თვეს მთლიანობაში საქართველოს ექსპორტი შეადგენდა 2 მილიარდ დოლარს, რაც წინა წელთან შედარებით არის 14%-ით გაზრდილი, ხოლო იმპორტი იყო 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარი, რაც წლიურ ჭრილში არის 15%-ით გაზრდილი, თუმცა საგულისხმოა ის, რომ იანვარში ადგილი ჰქონდა საქართველოში ნახატების იმპორტს 500 მილიონის ოდენობით და ამის გამოკლებით საქართველოს იმპორტი წელს არის ფაქტობრივად იმდენივე, რამდენიც იყო ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. შოთა, ასევე მიმდინარე კვირას, როგორც ვიცით, გამოქვეყნდა სტატისტიკა ფულადი გზავნილების შესახებ. რა დინამიკა და ძირითადი მიგნებები იკვეთება ამ მიმართულებით? დიახ, ფულადი გზავნილების სტატისტიკა, როგორც ვიცით, მთელი გასული წლის განმავლობაში კლებად ტენდენციას აჩვენებდა, რაც მიგრაციული ეფექტის შემცირებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა აპრილში გაიზარდა მთელი 6%-ით და მან შეადგინა 295 მილიონი დოლარი. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელი არის წინა პერიოდებთან შედარებითაც და საგულისხმოა ის, რომ გზავნილებში განსაკუთრებით გაზრდილი არის ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი, რაც წლიურად 17%-ით არის მომატებული და ის 54 მილიონ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს იტალია 50 მილიონი დოლარით, საიდანაც გზავნილები არის 10%-ით გაზრდილი, ხოლო მესამე პოზიციას იკავებს რუსეთის ფედერაცია, საიდანაც 40 მილიონი დოლარი გადმოირიცხა აპრილის განმავლობაში, რაც 19%-ით არის შემცირებული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, რაც მიგრაციული ეფექტის შემცირებაზე მეტყველებს, თუმცა გაზრდილი არის გზავნილები იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც ძირითადად ქართველი ემიგრანტები მიემგზავრებიან სამუშაოდ და შესაბამისად აღნიშნული გზავნილები სწორედ საქართველოს მოქალაქეთა შრომით მიღებულ თანხებს წარმოადგენს. შოთა, დიდი მადლობა. მოკლედ სტატისტიკურად დატვირთული იყო მიმდინარე კვირა. სხვა საინტერესო სიახლეებს უკვე მომდევნო პარასკევს მოვისვენთ. დიდი მადლობა შენი დროისთვის. საქმიან საღამოში დღეს BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ტყეშელაშვილი გვერდებოდა, რომელთანაც კვირის მთავარი მოვლენები მიმოვიხილეთ, რომელთა შესახებ საქართველოში გავიგეთ. საქმიანი საღამო კი ამით არ დასრულებულა, რადგან გადაცემას დღის რიცხვით ვაგრძელებთ. ქართულ ლომბარდებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1 მილიარდი ლარის ოქრო ინახება. როგორც მისოების ფინანსური ანგარიშებიდან ვიგებთ, ამ ტიპის კომპანიები ჯამში 1.550 მილიონი ლარის პორტფელს ფლობენ, რომლის 3/4, ანუ 75%, კერძოდ 1.170 მილიონ ლარზე მეტი სალომბარდე სესხებს შეადგენს. ამ სესხების ასაღებად მოქალაქეები როგორც წესი ლომბარდში ოქროს და სხვა ძვირფასეულობას ტოვებენ, რომლის ჯამური ღირებულება უახლესი მონაცემების სწორედ 1 მილიარდ ლარზე მეტია. ლომბარდებთან ერთად ოქროს და სხვა ძვირფასი
მონაწარმის სანაცვლოდ ცეცხლებს ბანკებიც გასცემენ. 2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით ქართულ ბანკებში კრედიტების უზრუნველყოფის სახით სულ 490 მილიონი ლარის ოქრო არის ჩადებული, ანუ ამ მხრივ უპირობო ლიდერად სალომბარდე სისტემა რჩება. ცეცხლის უზრუნველყოფის სახით ყველაზე მეტი ოქრო ქვეყნის ორ უდიდეს ბანკში ინახება, მაგრამ მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ოქროთი უზრუნველყოფილი კრედიტებს გასცემს სულ 4 ქართული კომერციული ბანკი. გამოდის, რომ ბანკებში და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებში ერთად წლის პირველ კვარტალში მოქალაქეების ცეცხლის უზრუნველყოფის სახით 1.5 მილიარდი ლარის ღირებულების ოქროს და ოქროს ნაწარმს ინახავენ. ეს მაჩვენებელი წლიურად მკვეთრადაა გაზრდილი, რაც დიდწილად გლობალურ ბირჟაზე ოქროს რეკორდულ გაძვირებას უკავშირდება. დღეს უნცია ოქრო ბირჟაზე დაახლოებით $3,200 ბარგლებში ღირს, რაც წლიურად 32%-იანი ზრდაა. აი ესეთი ამბები ისმის საქართველოდან ოქროსთან მიმართებით. ჩვენ კი საქმიან საღამოში ფულზე და ძვირფასეულობაზე საუბარს ზუსტად 1 წუთში ახალი ამბების მოკლე კოლაჟის შემდეგ გავაგრძელებთ. SEBMA კომპანია Digital Security საქართველოს საბროკერო ლიცენზია მიანიჭა. კომპანია 2024 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საბოლოო ბენეფიციარი აზერბაიჯანელი ნატიკ კამრანოვია. ბოლო 1 წელიწადში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პირდაპირ მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შესახებ 500-მდე შეტყობინება დაამუშავა და 200-მდე შემთხვევაში სამართალ დარღვევა დაადგინა. ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავის ადახლოს და რუსთავის წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისთვის ექსპროპრიაცია გამოაცხადა, რაც მარტეულის მუნიციპალიტეტში მიწების გამოსყიდვას ითვალისწინებს. მაგისტრალი ქალაქ რუსთავში დაიწყება და წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულებით აშენდება პროექტი EIB-ს 250 მილიონ ევროიანი სესხითაა დაფინანსებული. ბათუმში მდებარე ბამბუკის საწარმო აიბამბუმ გაყიდვები დაიწყო. კომპანია ბამბუქს ფერმერებისგან იბარებს და სამშენებლო მასალა დამუშავებს, რომლის გამოყენება იატაკის, ავეჯის და სხვა აქსესუარების წარმოებაში შეიძლება. საწარმოს თვიური წარმადობა დაახლოებით 10 კუბური მეტრია, მაგრამ 2027 წლისთვის ამ მაჩვენებლის გასამაგება იგეგმება. მიმდინარე კვირა ძალიან დატვირთული იყო გეოპოლიტიკური მოვლენებით და მთავარი მოვლენა ძირითადად იყო დაკავშირებული დონალდ ტრამპთან, რომელმაც პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტი განახორციელა. თავად ეს ვიზიტი, ვოიაჟი შედგა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და ამას აქვს ძალიან დიდი სიმბოლური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რადგანაც თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადა სხვადასხვა ტრამპმა დაიწყო სწორედ საუდის არაბეთში ვიზიტით და მეორე საპრეზიდენტო ვადასაც ის სწორედ საუდის არაბეთში იწყებს, რადგანაც მუჰამედ ბინ სალმანი, რომელიც არის საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, არის ტრამპის ახლო მეგობარი და ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან მეგობრობის გარდა ბიზნეს კავშირებიც აკავშირებთ და ამასთან ამ ქვეყნებს შორის ძალიან დიდი სტრატეგიული თანამშრომლობა არის უკვე მრავალი წელია და შესაბამისად ტრამპის მხრიდან ერთ-ერთი პირველი ვიზიტის განხორციელება ამ რეგიონში ნამდვილად გასაკვირი არავისათვის არ უნდა ყოფილიყო. თავად ვიზიტი მოიცავდა დაახლოებით 4 დღეს და ამ 4 დღის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები იმართებოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპი 1 წუთითაც კი არ გაჩერებულა, ის ნამდვილად თვითმფრინავიდან თვითმფრინავში გადადიოდა და გარიგებიდან გარიგებას აწარდა ხელს და პირველი ვიზიტი, როგორც თქვი, გაიმართა საუდის არაბეთში, რომელიც არის ამერიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და სავარაუდოდ ამ პირველი ვიზიტით გაიხსნა ახალი სეზონი რეგიონული, ასე ვთქვათ, ჩაფრენებისა, რადგანაც სავარაუდოდ მსგავს ვიზიტებს განახორციელებს ტრამპი უკვე აზიის რეგიონშიც, მათ შორის ევროპაშიც და სავარაუდოდ მსგავსი ტიპის გარიგებები და შეთანხმებები გაფორმდება იქაც, მაგრამ განსხვავებით საუდის არაბეთის, კატარისა და UAE-სგან ევროპაში გარიგების დადება ისეთი მარტივი არ არის, რადგანაც იქ არ გაქვს საქმე ერთპიროვნულ მმართველობასთან. მუჰამედ ბინ სალმანის მსგავსი ფიგურა, მაგალითად, გერმანიაში და საფრანგეთში უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, იქ გარიგებების მიღწევა უფრო რთულია, შეძლებებით ბიუროკრატიულად გაწელილია, ხოლო ყველაზე მარტივად საქმე კეთდება არაბულ ქვეყნებში და სწორედ ამიტომაც საქმის გაკეთება ტრამპმა დაიწყო აი ამ ერთი საინტერესო რეგიონიდან. ხო, პირველი ქვეყანა, რომელიც დონალდ ტრამპმა მოინახულა, ვიზიტი დაიწყო 13-14 მაისს, იყო საუდის არაბეთი, პრინციპში ამ რეგიონის მთავარი გამწევი ძალა, ყველაზე დიდი და ძლევამოსილი ქვეყანა ამ რეგიონში, რომელიც ფლობს ნავთობს, ფლობს გაზს, ფლობს ძალიან ბევრ ამეს, მათ შორის საუდი არამკოს, რომელიც ყველაზე დიდი ნავთობმომპოვებელი კომპანია მსოფლიოში. დონალდ ტრამპი შეხვდა როგორც ქვეყნის მეფეს, რომელიც განრიდებულია მიმდინარე პერიოდში ქვეყნის მართვას, აგრეთვე მუჰამედ ბინ სალმანს, მის ვაჟს, უფლისწულს
ამ ქვეყნისა, რომელიც არის de facto მმართველი და პრინციპში ხელმძღვანელობს როგორც ქვეყანას, ასევე საუდი არამკოს, ასევე PIF-ს, რომელიც არის საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი. PIF-თან დაკავშირებით ბევრი სიახლე გავრცელდა, რადგან დაანონსდა, რომ დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პაკეტი არის შეთანხმებული საუდის არაბეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რაც პირდაპირ უკავშირდება PIF-ს, ეს არის საინვესტიციო კომპანია საუდის არაბეთისა, რომლითაც ის აბანდებს ფულს სხვადასხვა ქვეყანაში, ფლობს სხვადასხვა კომპანიების აქციებს და მარტივად რომ ვთქვათ, მოკლედ გლობალურ ბიზნესში ერევა საუდის ფონდს ეკუთვნის როგორც საფეხბურთო კლუბები, ასევე ძალიან დიდი ტექნოლოგიური კომპანიების წილებები, ვიდეო თამაშების წარმოებელი კომპანიების წილები, ბიოტექში არიან ისინი ინვესტირებული, ჯანდაცვაში, ინფრასტრუქტურაში, სამშენებლო კომპანიებში და ასე შემდეგ. საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, ძალიან დიდი არის აქტივების მოცულობა, დაახლოებით $1 ტრილიონი უდრის ეს ყველაფერი, ასე რომ საქმე არის ძალიან დიდი, 600 მილიარდი დოლარის ღირებულების თანხაში დააბანდებენ ისინი ენერგეტიკაში, ტექნოლოგიებში, ჯანდაცვაში და ინფრასტრუქტურის სექტორებში ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, DataVault არის ესეთი კომპანია, რომელიც 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ბაზებს აშენებს და ცხადია Nvidia-სთან ცალკე გაფორმდა ხელშეკრულება, რომელთაც ძალიან დიდი რაოდენობით AI პროცესორებს შეიძენს საუდის არაბეთი ამ ამერიკული კომპანიისგან, რადგან სურს მას, რომ მოაწყოს ძალიან დიდი დატა ცენტრები ქვეყანაში, რომლებიცაც რეალურად შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის განვითარების პრეცედენტი ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ. ამერიკული კომპანიები მოგვიანებით ამ დატა ცენტრებს აუთსორსისთვის გამოიყენებენ და იქ დააბანდებენ საკუთარ მონაცემებს და ამით ყველა იხერებს, რადგან როგორც ვიცით, ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე მოთხოვნა კომპიუტერზე, რომელიც არის სწორედ ეს ელემენტი და ვალუტა, ეგრეთ წოდებული მომავლისა, მასზე არის დამოკიდებული ყველაფერი და რაც მეტი იქნება ის, მით უფრო იაფი იქნება ხელოვნური ინტელექტი და მით სწრაფად განვითარდება ეს ტექნოლოგია. გარდა ამისა, 152 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება დაიდო ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით. საუდის არაბეთი ისედაც ძალიან დიდი რაოდენობით ტექნიკას ყიდულობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გასაგები მიზეზების გამო, რადგან ის არის საყრდენი ამერიკისა ამ რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით მას სხვანაირი შეხედულება აქვს, მაგრამ ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც ისინი ვერ თანხმდებიან სხვა რაღაცებზე, როგორც წესი. ამერიკა და მუჰამედ ბინ სალმანის ქვეყანა ძალიან კარგადაც თანხმდებიან. ამიტომაც 152 მილიარდი დოლარის დახარჯავს საუდის არაბეთი, ეს თანხა ცხადია წავა პირდაპირ Lockheed Martin-ში, Boeing-ში, Raytheon-ში და სხვა მსგავს დიდ და შედარებით მცირე ზომის კომპანიებში, რომლებიც აწარმოებენ საუკეთესო იარაღს, საუკეთესო გამანადგურებლებს, თვითმფრინავებს, რაკეტებს, დრონებს და ყველაფერს, რითაც ამერიკის ჯარი ამაყობს. ცხადია, აქ არის გულისხმობა ულტრა თანამედროვე ტიპის გამანადგურებლები და სხვა სისტემები, რომელთაც ამერიკა მხოლოდ თავისთვის ქმნის, მაგრამ რაც რისი გაყიდვა შეიძლება და რაც ყველაზე ძლიერი, ამას აუცილებლად ამერიკის შეერთებული შტატების საუდის არაბეთს მიიღებს, რადგან თუ საუდის არაბეთს არ მიიღებს, მაშინ სად უნდა გაყიდო, რადგან საუდის არაბეთში არის ძალიან დიდი და კოლოსალური ფული, რომლის დაბანდება სურს ამ ქვეყანას სხვა მიმართულებებით, მაგრამ საუდის არაბეთს გარდა სხვა ქვეყნებიც არიან ამ რეგიონში, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი. ხო, სწორედ კატარი არის ის ქვეყანა, სადაც შემდეგ გაემგზავრა ტრამპი, ანუ 14 და 15 მაისს ის კატარში იმყოფებოდა და იქ ის შეხვდა ქვეყნის ემირს, იგივე მმართველს ქვეყნისა, რომელთანაც განიხილა კატარში ინვესტირების და კატართან თანამშრომლობის შესაძლებლობები, მაგრამ ინვესტირებაზე როდესაც საუბრობთ, ეს ძირითადად მოიაზრებს კატარის მხრიდან თანხის დაბანდებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგანაც ამერიკას სხვაგან ესე ინვესტიციას არ დებს უბრალოდ ამის ვალდებულებათა საჭიროება ამერიკას ნამდვილად არ აქვს პირიქით. ამერიკისგან უნდა იყიდო ის, რაც გინდა და რაც შეიძლება ამერიკისგან იყიდო, ეს არის, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები და ასევე თავდაცვითი შესაძლებლობები და სწორედ აი ამაზე ფოკუსირდა კატარი და მისმა ფლაგმანურმა ავიაკომპანიამ, Qatar Airways-მა, რომელიც პლანეტის საუკეთესო ავიაკომპანიად ითვლება, შეისყიდა Boeing-ისგან კოლოსალური მოცულობის კონტრაქტი. ეს არის ფიუჩერსული ტიპის კონტრაქტი, ანუ ის არის გათვლილი რამდენიმე წელიწადზე და ის მოიაზრებს ლამის 200 ერთეული თვითმფრინავის შესყიდვას მომდენო წლების განმავლობაში და კონტრაქტის საერთო მოცულობა არის 200 მილიარდი დოლარის ფარგლებში. ეს არის ყველაზე დიდი კონტრაქტი, რომელიც Boeing-ს ოდესმე მიუღია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპის ვიზიტი ყველაზე მეტი ხერის მომტანი აღმოჩნდა სწორედ Boeing-ისათვის, რადგანაც ყველა ქვეყანამ სწორედ Boeing-თან დადო კონტრაქტი, რადგანაც ამ
ახლო აღმოსავლეთში ბაზირებულ სახელმწიფოებს ისე ემთხვევა, რომ ყავთ საუკეთესო ავიახაზები და მათ რა თქმა უნდა სჭირდებათ ფლოტის განახლება, ახალი თვითმფრინავების შეძენა და მწარმოებელი პრინციპში სულ ორია პლანეტაზე, ერთი არის ევროპული Airbus-ი და მეორე არის ამერიკული Boeing-ი და სწორედ ტრამპის გულის მოსაგებად ეს ქვეყნები ყიდულობენ Boeing-ს, აქ ძალიან მარტივი როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ინტერესი არსებობს. ამასთან კატარის ხელისუფლება გეგმავს 42 მილიარდ დოლარად თავდაცვითი სისტემების შეძენას ამერიკული კომპანიებისგან. ამით ყველაზე დიდ ხერს მიიღებენ Raytheon და General Atomics-ი, ანუ ორი ძალიან მაღალ ტექნოლოგიური თავდაცვითი სისტემების წარმოებელი კომპანიები და ამასთან კონტრაქტები გაფორმდება სხვა მათქვე კონტრაქტორ კომპანიებთანაც, რაც პრინციპში სტანდარტულ პრაქტიკად ითვლება და ასეთი დიდი თანხის დაბანდებას ეს ქვეყნები იმიტომ აპირებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოგწონს თუ არ მოგწონს, არის ძალიან დაძაბული რეგიონი ისტორიულად. აქ ძალიან ბევრი ინტერესი და კონფლიქტი არსებობს. ამჟამადაც მიმდინარეობს იქ ომი, ასევე არის რა თქმა უნდა ირანის ფაქტორი, რომელიც ყველასათვის საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად ამ ქვეყნებს ერთადერთი გზა აქვთ და ეს გზა გადის სწორედ საკუთარი თავის გაძლიერებაზე და თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე, რასაც ყველა კარგად აცნობიერებს და რის გამოც ეს ქვეყნები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. ასევე კატართან მიმართებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გვაქვს და ეს უკავშირდება საჩუქარს, რომელიც კატარმა გაუკეთა არა უბრალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ უშუალოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. კერძოდ, ტრამპი კატარის მხრიდან მიიღებს $400 მილიონ შეფასებულ სუპერ თვითმფრინავს. ეს არის ფაქტობრივად მფრინავი ციხესიმაგრე, მფრინავი თეთრი სახლი, რომელიც მას შემდეგ, რაც ის იქნება გადაკეთებული ამერიკის სტანდარტებით და იქნება მორგებული პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე, გახდება პრეზიდენტის თვითმფრინავი, ანუ იგივე Air Force One-ის ფუნქციას შეითვისებს ეს ახალი თვითმფრინავი, რომელიც არის დაახლოებით 10 წლის, ეს თვითმფრინავებისათვის ძალიან მცირე ასაკად ითვლება და მას ცოტა ხანი აქვს საში გატარებული, ვინაიდან ის ზედმეტად დიდი, კოლოსალური და მდიდრულია და მას არავინ არ იყენებდა, ესე უბრალოდ მხოლოდ სამეფო ოჯახის საკუთრებაში იმყოფებოდა იგი და ახლა უკვე ის გახდება დონალდ ტრამპის საკუთრება. ოღონდ აქ საინტერესო არის ის ნიუანსი, რომ ის ამჟამად არის გადარიცხული, მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ის მოიხდის საპრეზიდენტო ვადას, ანუ Air Force One-ის ფუნქცია შეასრულებს, რომელზედაც პასუხისმგებელი არის, რაც მომდა თავდაცვის სამინისტრო, ამის შემდეგ ის გახდება უბრალოდ ტრამპის პირადი თვითმფრინავი და შემდეგ, რასაც უნდა იმას უზამს ტრამპი, სავარაუდოდ ის მას თავის ოჯახს დაუტოვებს, რადგანაც რატომაც არა საპრეზიდენტო თვითმფრინავი ოჯახს ნამდვილად უნდა ჰქონდეს, თანაც ტრამპის ოჯახი მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი ამბიციებით გამოირჩევა და არ უნდა გაგვიკვირდეს თუ მომავალშიც ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად კიდევ მორიგ ტრამპს ვიხილავთ. კი. კანდიდატები ბევრი ყავს, მათ ორივე სქესის წარმოადგენლები და ყველას აქვს როგორც გამოცდილება, ასევე როგორც ჩანს ამბიცია იმისა, რომ სულ მცირე პოლიტიკაში იყვნენ მათი მამის წასვლის შემდეგ. მოკლედ, კატარის შემდეგ აბუ-დაბიში გაემგზავრა დონალდ ტრამპი, რაც არის არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი. მან გაიმართა აგრეთვე მნიშვნელოვანი შეხვედრები ქვეყნის ლიდერთან, მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან. სხვა თემაზე ისაუბრეს მათ, ცხადია, ბიზნესზე ძირითადად, მაგრამ მათ შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რადგან როგორც ვიცით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, სადაც ერთ-ერთი ქალაქი არის დუბაი, მომავლის ქალაქი, მათ სურთ, რომ გახდნენ არა მხოლოდ რეგიონის ტექნოლოგიური ცენტრი, არამედ მსოფლიოს ტექნოლოგიური ცენტრი და მომავალში სწორედ ინოვაციების უდიდესი ნაწილი იქმნებოდეს დუბაიში, აბუ-დაბიში და სხვა მსგავს ქალაქში, რომელიც არსებობს არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე დღეს, ან რომელიც აშენდება, რადგან ფაქტობრივად ყველა ეს ქალაქი ნოლიდან არის აშენებული, როგორც ცნობილია უდაბნოში, მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა თუ აშენეს, რაღაცნაირად დატა ცენტრებსაც აუცილებლად შეძლებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები. მოკლედ, $1.4 ტრილიონ ღირებულების შეთანხმება გაფორმდება და ანონსდა ჯერჯერობით და არ არის გაფორმებული, მაგრამ გაფორმდება ორ ქვეყანას შორის, რომელიც მოიცავს ბევრ რამეს და მთავარი ნაწილი არის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში AI კამპუსის და დატა ცენტრის აშენება, რაც ძალიან მსგავსია იმ იდეისა, რაც აქვს საუდის არაბეთს, ამ ხრივაც კონკურენტები იქნებიან ეს ქვეყნები, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნა ამ სოფლიოში და ძალიან მაღალი დონის დატა ცენტრებზე და ამიტომაც წესდარიგით ორივე ძალიან კარგად მოერგება იმ მოთხოვნას, რაც ბაზარზე არსებობს. ამისთვის ძალიან დიდი თანხები გამოიყოფა ორივე მხრიდან, ამერიკული კომპანიები
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დატა ცენტრებს ააშენებენ და მოგვიანებით მიაქირავებენ ისევ ალბათ საკუთარ თავს, იმიტომ რომ Microsoft-ი, Amazon-ი, Nvidia, მომხმარებლები ისინი არიან. სწორედ ეს კომპანიები არიან როგორც მომხმარებლები, ასევე ინვესტორები ამ მიმართულებით. აგრეთვე თვითმფრინავების შეთანხმება აქაც გაფორმდა, აქაც Boeing-მა იხიერა ცხადია. ამჯერად Etihad Airways-მა შეიძინა და შეიძენს Boeing-ისგან 14.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 28 თვითმფრინავს. Etihad-ი საკმაოდ დიდი ავიაკომპანიაა, მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ძალიან ბევრი ძალიან კარგი კომპანიაა Etihad-ი, Qatar-ი, Emirates-იც იქვია და low-cost-ერები საკმაოდ კარგი ყავთ, რადგან საკმაოდ განვითარებულია ზოგადად ავიაციის მიმართულება ამ ქვეყანაში. მოკლედ, აი ესეთი მსგავსი გარიგებები დაიდო, როგორც ხედავთ ამ სამ ქვეყანას მიმართებით, მაგრამ რეგიონულ ტურნეს ისე ვერ დაიმშვიდობა დონალდ ტრამპი, რომ ქვეყნის კიდევ ერთი ქვეყნის ბედი არ განისაზღვრა და ეს ქვეყანა არის სირია. ისტორიად სირია აღმოჩნდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, რადგანაც მოულოდნელი შეხვედრა გაიმართა, პრინციპში არაბეთის მედიაციით მოხდა ეს ყველაფერი და შეხვედრას ესწრებოდა სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა, რაც არის ცოტა იყოს და რთული საკითხი, რადგანაც ოფიციალურად ჯერჯერობით სირიის პრეზიდენტს აქვს ტერორისტის სტატუსი, რადგანაც სირიის პრეზიდენტი ამერიკის კანონმდებლობით არის შერაცხული ავტომატურად ტერორისტად, ვინაიდან ამ ქვეყანას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბაშარ ალ-ასადი, რომელიც ჭეშმარიტად იყო დიქტატორი და ტერორისტი, ამიტომაც ეს კანონმდებლობა ჯერ ამერიკაში არ შეცვლა, მაგრამ ამ მიმართულებით როგორც ჩანს, ძვრები არის, რადგან ტრამპი ამბობს, რომ მის გეგმავს ამ სტატუსის გადახედვას და სირიისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სანქციების მოხსნას. აქ საუბარი არის ალბათ ათასობით სანქციაზე, რადგანაც სირია საერთოდ არის ყველაზე მეტად სანქცირებული ქვეყანა პლანეტაზე, მასთან ურთიერთობა არის ასე ვთქვათ, სრულად ჩახერგილი, მასთან ვაჭრობა არის შეუძლებელი, ყველაფრის კეთება არის შეუძლებელი და სწორედ ამ ბარიერების მოხსნას თხოვლობს, როგორც ჩანს, ალ-შარა ტრამპისგან და ტრამპისგან ის ამას მიიღებს, რადგანაც ჯერჯერობით არაჩვენებს დიქტატორულ მიდრეკილებებს, ნახოთ მომავალში თუ შეიცვლება რამე, მაგრამ ჯერჯერობით პოზიტიური სიახლეები ისმის სირიასთან მიმართებითაც და შეიძლება ეს ქვეყანაც განვითარდეს და პრინციპში მას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რადგანაც ენერგორესურსებით ის არის ზემდიდარი და თუ კი როგორღაც მართლობა გამოსწორდება და დემოკრატიულ გზას დაადგება ეს ქვეყანა, მაშინ ის ეკონომიკურად შეიძლება ისევე განვითარდეს, როგორც მაგალითად ერთ დროს განვითარდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი, ვინაიდან ამის პრეცედენტი ზუსტად მეზობელ სახელმწიფოებში უკვე არსებობს. მოკლედ, აქვე ორი სიტყვით შეგვიძლია შევაჯამოთ ეს ტრამპის ვოიაჟი, რომელმაც ლამის 2 ტრილიონი დოლარის შეთანხმებები და გარიგებები მოუტანა ამერიკას. ყველაზე მეტად იხეირა სწორედ ტექნოლოგიურმა სექტორმა, ალბათ Nvidia შეგვიძლია აქ მოვიაზროთ გამარჯვებულად, ასევე ფაქტია, რომ ყველაზე დიდი კონტრაქტები მიიღო Boeing-მა, მაგრამ აქ გარე ეფექტებიც არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ძალიან ბევრი კონტრაქტი გაფორმდება თავდაცვის სექტორში წარმოუდგენელ კომპანიებთან და ასევე დატა ცენტრების დეველოპერულ კომპანიებთან, ვინაიდან ერთია რომ Nvidia ჩიპებს ყიდის, მაგრამ მის დატა ცენტრებს ესე არ აშენებს. აქ მშენებელი კომპანიები სხვები არიან და სავარაუდოდ ძალიან დიდ ბუსტს მიიღებს ამითი ამერიკის ეკონომიკა, რადგანაც ეს 2 ტრილიონის კონტრაქტები მიდის სწორედ ამერიკაში და მთლიანად ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპი ძალიან ჯიუტად მიყვება ამერიკის პირველობის სტრატეგიას, იგივე America First Agenda, რომელიც მან დააყენა ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდში და ტრამპი ამტკიცებს ჯერჯერობით თავისი საქციელით იმას, რომ ის აპირებს, რომ ამერიკა ყოველთვის იყოს პირველი და ყველა სახელმწიფოსაგან ამერიკამ მიიღოს საუკეთესო პირობები. მოკლედ არის მიმდინარე კვირის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ამითი არ მთავრდება, რა თქმა უნდა, სამყაროს განვითარება, ვინაიდან წინ გვერდის მომავალი კვირა, რომელიც ასევე არანაკლებ საინტერესო და გამორჩეული იქნება ჩვენთვის. მომავალი კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების ანონსი სწორედ ახლა გაგაცნობთ. მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში რუსეთი და უკრაინა იქნებიან, რადგანაც მხარეები მოლაპარაკებების პროცესი იწყებენ, რომლის კონტურები სავარაუდოდ სწორედ მომდევნო დღეების განმავლობაში გამოიკვეთება. მართალია სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრა ასე თუ ისე ჩაშლილია და ჩავარდნილია, თუმცა მაინც არსებობს მოლოდინი, რომ მაღალი რანგის მოლაპარაკებები მალე დაიწყება, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ამისათვის შეიძლება უკვე თავად მოიცალოს, მის გარეშე კი ფაქტია, რომ კონფლიქტი უბრალოდ ვერ გვარდება. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით და
როდესაც მომდევნო დღეების განმავლობაში ამერიკის დომინაციას ვიხილავთ, რადგან მან ვაჭრობასთან, ინფლაციასთან, უმუშევრობასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემები უნდა წარმოადგინოს. იაპონიასაც სხვათა შორის საინტერესო კვირა ეღლის, რადგან მან სავაჭრო ბალანსთან და ინფლაციასთან დაკავშირებით სტატისტიკა უნდა განაახლოს. ამასთან მომავალი კვირა განსაკუთრებით საინტერესო კორპორაციული სექტორისთვის იქნება, რადგან პლანეტის უმსხვილესმა კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინონ. მათ შორის იქნებიან Home Depot, Palo Alto, Baidu, Snowflake, Rainieri, Tripcom, Mitsubishi და Copart. დიდი ალბათობით ამ კომპანიებს ფინანსურად კარგად ექნებათ საქმე, თუმცა არსებობს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სამომავლო პროგნოზების გადახედვა მოუწევთ, რადგან სავაჭრო ომის წამოწყებამ ყველაფერი არსებითად შეცვალა და მოლოდინები მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებულია. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები თურქეთის ქალაქ სტამბოლში როგორც ჩანს კრახით დასრულდა, როგორც ამბობენ და როგორც წერება მედიაში მხარეები, რომლებიც დაესწრნენ ამ შეხვედრას, ეს არის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები დახუძული დიალოგი, არ დარჩნენ მოხიბლულები საკუთარი წინადადებები და საბოლოო ჯამში შეხვედრა არასრულ 2 საათში დამთავრდა, რაც ამ ტიპის შეთანხმებისთვის ძალიან მცირე დრო არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ მოკლედ არსებობს ორი განსხვავებული ნარატივი ორივე მხარეს, მაგალითად უკრაინა ამბობს, რომ რუსეთი რასაც ითხოვს, ის არის არარეალისტური და რუსეთი ითხოვს რას. რუსეთი ამბობს, რომ იმ ტერიტორიებისგან სრულად უნდა გავიდნენ უკრაინელი ჯარისკაცები, სადაც რა ტერიტორიებიც ანექსირებული აქვს და საკუთარი კონსტიტუციის ფარგლებში აქვს შეყვანილი რუსეთის ფედერაციას, მათ შორის, როგორც ამბობენ, ისეთ რეგიონების დასახლდა, სადაც რუსეთი არც შესულა ომის დროს. ანუ არც დაუპყრია არანაირი მოქმედებები არ ყოფილა, მაგრამ ასეთ ტერიტორიებით შეუყვანია რუსეთს, როგორც მოთხოვნა იმისა, რომ ომი დასრულდეს. თავად რუსეთი, ხო, სწორედ ამას ითხოვს და ნუ ცხადია ამის არასრულად ომის დასრულებას კი არ თავაზობს, არამედ დროებით ომის შეწყვეტას თავაზობს, ასე რომ ამ ხრივაც არანაირი საფუძველი იმისა, რომ ომი დამთავრდება, ჯერჯერობით არ იკვეთება. ვლადიმერ მედინსკი, ვლადიმერ პუტინის დამხმარე ასისტენტი ხელმძღვანელობდა ამ დელეგაციას და საბოლოო ჯამში ისინი არასრულ 2 საათში გაიმართა, არ იყო ეს არაფრის მომცემი დიდწილად მოლაპარაკებები, ალბათ ისევ სხვა რეჟიმში გადავლენ და დონალდ ტრამპის ჩართულობით მოხდება ყველაფერი ეს, როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, სანამ ის თვითონ არ ჩაერევა, მაინც არაფერი არანაირი მოგვარება ამას არ უწერია წინ. სხვა შორის ზელენსკი არის იმყოფება ალბანეთში და იქიდან მან და სხვა ლიდერებმა ერთად დაურიგეს დონალდ ტრამპს და მოახსენეს შედეგები იმ ვითარებისა, რაც გაისმა სტამბოლში. ამიტომაც ნახოთ უკვე მომდევნო კვირაში შეიძლება რაღაცა გამოკვეთილად დავინახოთ თუ საითკენ მივიდეს რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უძვრები არ ყოფილა, საინტერესო სიახლე გავიგეთ დღეს იაპონიის მხრიდან, რომელმაც საგანგაშო მონაცემები წარმოადგინა რეალურად, ვინაიდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, როგორც ჩანს, იაპონიის ეკონომიკა შემცირდა 0.7%, რაც აჭარბებს როგორც ანალიტიკოსების ყველაზე ნეგატიურ პროგნოზს, ასევე თავად მთავრობის გეგმასაც და ეს იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად ქვეყანა დგას უკვე ოფიციალურად რეცესიის ზღვარზე, რადგანაც იაპონიის ეკონომიკური ზრდა არის შენელებული ბოლო პერიოდში, თანაც კატასტროფულად ამას განაპირობებს როგორც მონეტარული პოლიტიკა, ასევე ვალუტის მერხეობა და ასევე ისიც, რომ შიდა მოთხოვნა არის შემცირებული და თანაც იაპონურ პროდუქტებს სოფლიოს მასშტაბით ისე აქტიურად აღარ ყიდულობენ, როგორც ადრე ყიდულობდნენ. ამას თუ დავამატებთ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს, დავინახავთ, რომ იაპონიას ნამდვილად ძალიან ცუდად აქვს საქმე. წინა კვარტალთან შედარებითაც კი კლება იკვეთება, ოღონდ ამ შემთხვევაში კორექციის მაჩვენებელი არის 0.2% და საერთო ჯამში ვხედავთ, რომ იაპონიის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო პერიოდში ძალიან მკვეთრად არის გაუარესებული. იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური და მაღალ განვითარებული ქვეყანა, მაგრამ ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის დიდი ნაწილი, რაც მთავარი ტექნოლოგია, არ ვითარდება იაპონიაში, არამედ ვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან ბევრი კომპანია, ერთ-ერთი მათგანი არის Perplexity AI, ერთ-ერთი წამყვანი კომპანია არის ის, რომლის შეფასება გაიზარდა 14 მილიარდ დოლარამდე, ანუ 1 წლის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარით გაიზარდა კომპანიის ინვესტორების მიერ განცდილი აღქმა და ეს ყველაფერი უკავშირდება საინვესტიციო რაუნდს, რომლითაც იგეგმება 500 მილიონი დოლარის მოზიდვა სწორედ 14 მილიარდ დოლარიანი შეფასებით, valuation-ით იგივე, ამიტომაც მოუწევთ ინვესტორებს უფრო ძვირი გადაიხადონ უკვე მომდევნო წლებში Perplexity-ის სანაცვლოდ, რაც არის სრულ თანხმედრაში იმ ტენდენციასთან, რომელიც მსოფლიოში არსებობს, კომპანიები ძვირდება, ChatGPT ვითარდება, ChatGPT-ის ფონზე სხვა ჩატბოტები და დიდი ენობრივი მოდელებიც ვითარდება, უკვე სხვა ტიპის ხელოვნური ინტელექტზე მიდის საუბარი და ამიტომაც ეს ინდუსტრია ნელ-ნელა ყალიბდება როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი ინდუსტრია და სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში უკვე ხელოვნური ინტელექტი როგორც ასეთი ჯამურად და კრებითად იქნება
კვანტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ფინანსური აქტივი, ფინანსური სისტემა და ინდუსტრია. კი და თანაც ხელოვნური ინტელექტი ინერგება სხვადასხვა პლატფორმებშიც, ერთ-ერთი პლატფორმა, რომელშიც ახლა უკვე AI ფუნქციონალი გამოჩნდა, ეს არის TikTok-ი, რომელმაც დაამატა ერთ-ერთი საინტერესო ფუნქცია, მას ქვია AI Live, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ ფოტო გარდაქმნას live მოკლე ვიდეოთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ stories რეჟიმშია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი, მაგრამ ტექნოლოგიური პროგრესი გვიჩვენებს, რომ რაც იწყება მცირედი, შემდეგ აუცილებლად ფართოვდება და ალბათ ძალიან მალე ვიხილავთ TikTok-ზე უკვე სრულად AI გენერირებულ კონტენტს, ვინაიდან კრეატორი უბრალოდ ეტყვის მარტივად რომ თქვა TikTok-ის ალგორითმს თუ რა უნდა რომ დააგენერიროს და შემდეგ უკვე ხელოვნური ინტელექტი ამ ბრძანებას ძალიან მარტივად და სწრაფად აღასრულებს. ხელოვნური ინტელექტი ვითარდება მართალია, მაგრამ პლანეტაზე ჯერ კიდევ დარჩა ძალიან ბევრი ბიზნესი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი არ ჭირდება განვითარებისთვის, ან ჭირდება ძალიან მინიმალურად. ერთ-ერთი მათგანი არის მაღალი მოდის ბრიტანული ბრენდი Burberry, რომელიც თანამშრომლების რაოდენობას 20%-ით ამცირებს. საუბარია 1700-მდე თანამშრომლის დასაქმებულის გათავისუფლებაზე და ეს ყველაფერი სრულად ახლადრაში იმ ტენდენციასთან, რომელიც გვესმის მსოფლიოს არაერთი კომპანიიდან, რადგან მათ სურთ ხარჯების დაზოგვა და მოგების მარჟის ოპტიმიზაცია, ანუ მოგების გაზრდა და საკუთარი ინვესტორებისთვის ძალიან დიდი ამონაგების მიცემა. მით უმეტეს, რომ Burberry Group-ის შეფასება 65%-ით არის შემცირებული 2023 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით. ამას სხვა მიზეზებიც აქვს, გარდა უშუალოდ Burberry-ის ფინანსური წარმატებულობისა, რადგან ზოგადად ინდუსტრია არის დაღმავლობისკენ მიმართული ბოლო პერიოდში, მაგრამ სწორედ ამ ტიპის ქმედებები და 20%-ით თანამშრომლების შემცირება არის ის ნაბიჯი, რომელსაც კომპანიები ამ მიმართულებით დგამენ. და ბოლო პერიოდში ასევე საკმაოდ ცუდად აქვს საქმე Novo Nordisk's დანიურ ფარმაკოლოგიურ გიგანტს, რომლის დირექტორი ლარს იორგენსენი ტოვებს უკვე ოფიციალურად თანამდებობას და Novo Nordisk'ში საერთოდაც იგეგმება მენეჯმენტის სრული ცვლილება, რადგანაც 2024 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კომპანიას აქვს 60%-იანი ვარდნა. კოლოსალურად ცუდი შედეგია, ეს ყველაფერი კი მითი არის გამპირობებული, რომ ბოლო პერიოდში Novo Nordisk'მა ვერა და ვერ მოაბა თავი ახალი თაობის ზონაში კლების პრეპარატის შექმნას. მართალია Wegovy და Ozempic იყო ძალიან პოპულარული და კარგი, მაგრამ ახალი პრეპარატი უბრალოდ ვერ შექმნა კომპანიამ, ამის ფონზე კი მისი ფინანსური შედეგები მკვეთრად არის გაუფასურებული. აი ესეთი იყო 16 მაისის, ანუ მიმდინარე კვირის ბოლო სამუშაო დღის საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ ელოდება თელარა გელანტიას საავტორო გადაცემა წერტილი, ჩვენ კი ორჩაბათამდე გემშვიდობებთ. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი.